მითი. ორივე კანონი მხოლოდ ლობისტურ საქმიანობას არეგულირებს. ამერიკული ფარა ნამდვილად ფოკუსირებულია ლობისტურ საქმიანობაზე. ანუ მაშინ, როდესაც ვინმე უცხო ქვეყნის სახელით ცდილობს გავლენის მოხდენას ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, კანონზე ან საზოგადოებრივ აზრზე. კანონი მოითხოვს რეგულაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოქმედება ხდება უცხო სახელმწიფოს დავალებით ან კონტრაქტით და მიზნად ისახავს პოლიტიკური გავლენის მოხდენას. არასამთავრობოები, მედია და სხვა სამოქალაქო ჯგუფები ამ კანონის ქვეშ არ ექცევიან. თუ ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ და არ წარმოადგენენ სხვა ქვეყნის ინტერესს. ქართული კანონი კი სრულიად განსხვავებულად მოქმედებს. კანონი არ არის მიმართული მხოლოდ ლობიზმზე, პირიქით. მას დაექვემდებარება ყველა ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებებზე, მედიის თავისუფლებაზე, სოციალურ სერვისების მიწოდებაზე, განათლებაზე და ასე შემდეგ. ქართული ოცნების ფარა უცხოური გავლენის აგენტად აცხადებს ყველას.